Okay, salam. მოგესალმები. მე ვარ ნიკა. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube-ისთვის და იდეაში მუსიკაზე, Ableton-ზე, მუსიკის კეთებაზე და მსგავს თემებზე ვისაუბრებთ. და დღევანდელი ჩვენი თემა არის გენერაციები. ანუ როგორ დავაგენერიროთ Ableton-ში მუსიკა. ისე რომ შეიძლება არც გქონდეს რაღაც თეორიული განათლება ან არ იცოდე მუსიკის კეთების ტექნიკები, მაგრამ დღეს ისწავლე როგორ გააკეთო ეგრე. და ზუსტად მაგ ტექნიკებით ახლა ერთ ტრეკს მოვისმენთ, რომელიც ჩემი ახალი ტრეკი არის და გამოვა ან ამათ წლეულში, ან შეიძლება შემდეგ წლეულში, არ ვიცი. მოდი მოვისმინოთ. ხო, ნუ რაღაც ეგეთი ტრეკი არის. აუ ერთ წამი შევამოწმებ, ხო ვიწერ ყველაფერს. კი ვიწერ ნამდვილად. ხო, ნუ აი ეგეთი ტრეკი არის ახლა, რომელიც ფაქტიურად მე არც გამიკეთებია, ანუ რას დავამოფ ამას რა, ანუ Ableton-ს დავაგენერირებინე ეს საუნდები თავიდან ბოლომდე და გავილით ახლა თითო საუნდს მივყვეთ და ვისწავლოთ თქვა როგორ რა გავაკეთე რა. და პირველი საუნდი არის აი ეგეთი ტიპი. ეს არის მაგის chain-ი, როგორ არის ეს საუნდი აწყობილი. ეხლა ძალიან შეიძლება რთულად გეჩვენება, მაგრამ უმარტივესი არის რა. და მოდი ეხლა ამ მთელ ყველა ეს ტრეკები ერთ გრუპში მაგ ჩავხურავ და დავიმთავრო, ნოლიდან დავიწყოთ და ავაწყოთ ეგეთივე საუნდი რა. თავისთავად ზუსტად იგივე არ გამოვა. იმიტომ რომ მაინც random გენერაციით ხდება და სულ სხვა იქნება, მაგრამ ვცადობთ მაინც. და რასაც გამოვიყენებთ არის ოპერატორი. Ableton-ში ჩაშენებული სინთეზატორი არის, ყველა Ableton-ს მოყვება და არის ეგეთი საყვარელი ტიპი. ხო. ეგეთი ტიპი არის, რომელიც იდეაში ძალიან საინტერესო სინთი არის, ანუ ძალიან ბაზისური ინფორმაცია ის არის, რომ 4 ოსცილატორი აქვს, ანუ A, B, C, D და ეს ოსცილატორები ერთმანეთზე რაღაც კონკრეტული ალგორითმით, რომელსაც აირჩევ, ერთმანეთზე ზემოქმედებენ. მეტი სოდნა არ გჭირდება საერთოდ. იდეაში ახლა რასაც გამოვიყენებთ ოპერატორის ფუნქციებიდან არის რომ ყველა ოსცილატორს ჩაურთავთ აი fixed ღილაკს, რაც არის რომ ახლა თქვა თუ ნოტებს მოკრავინებს დო რე მი ფა სოლ ლა სი დო და უკარე fixed თუ ჩაურთავ, ფიქსირებულად 100 Hz გამოუშვებს, მე რა ნოტიც არ უნდა ავიღო, ახლა სხვა ნოტებს ვიღებ, მაგრამ მაინც 100 Hz გამოდის. და აი ამ ფუნქციას გამოვიყენებ და ჩაურთავთ სამივეს fixed სამივე ოსცილატორს fixed ფუნქციას. შემდეგი ამას რასაც დავუმატებთ არის ეგეთი device-ი, ეს Max for Live-ის device-ი არის, რომელიც არის უფასო, შეგიძლია გადმოწერო და ჩააგდო Ableton-ში იქნება შენც, Snake-ი. და არის sequencer-ი, ძალიან საინტერესო sequencer-ი არის, ანუ შეუძლია ნოტების ეს random დაგენერირება, თქვა რაღაც მეოთხე ოქტავის Mi, მეორე ოქტავის Si, პირველი ოქტავის Do, ესე შემდეგ gate-ების დაგენერირება, ანუ ეს gate-ი არის რომელი ნაბიჯი, ანუ რომელი step-ი გაჟღერდეს ან არ გაჟღერდეს, ძალიან მარტივი არის. velocity-ების, ანუ velocity არის დარტყმის ძალა, რაც უფრო დაბალი არის ციფრი ნაკლები ინტენსივობით გაჟღერდება ნოტი და აი საინტერესო რაც აქ ამ იმას არის, აი ეს custom მეოთხე პანჯარა რო არის, ანუ ეს sequence-ი შეუძლია დამეფოს რაღაც პარამეტრზე. ანუ ვინც არ იცის ახლა ეს ლაპარაკობ, mapping-ი არის, მოდულაცია, ანუ რაღაც პარამეტრის ცვლილება შეგიძლია. მოდი ვაფშე გავაკეთოთ მაგალითი. აი ხა იმას დავუკრავ. რა ქვია დაიცა? აი ხა ოპერატორს უკრავ. აი და ამ პარამეტრს ახლა ვამოძრავებ, ანუ მოდულაციას უკეთებ. ეს არის იდეაში მოდულაცია და mapping-ი რაც არის რომ ეს თვითონ sequence-ი, ანუ ეს მოძრაობა მიებმება ამ პარამეტრს და ეს პარამეტრი იმის მიხედვით რა sequence-ს ავიღებ და ისევ random-ად ვაკეთებ ყველაფერს, იწყებს მოძრაობას და სამი პანჯარა გვაქვს აქ, ანუ შეგვიძლია სამი პარამეტრი მოდულაცია გავაკეთოთ. ანუ ეს ერთი mapping-ი გავუკეთეთ frequencies, ოსცილატორ A-ს, ოსცილატორ B-ს გავუკეთებთ და ოსცილატორ C-ს გავუკეთებთ იგივეს. ანუ სამივე პარამეტრზე სამივე frequency არის ახლა დამეფილი და ამ sequence-ის მიხედვით როგორიც არის ეგეთი გაჟღერება. მოდი მოვუსმინოთ რა გამოვიდა ასე.
ხო, აი თქვა არ მომიწონო, ხო, კიდე დავაჭერ randoms. სანამ არ მომიწონება. აი ცოტა უფრო მომწონს კი. მოდი ეგრევე reverb-ი დავაგდოთ. აი ეგრევე შეცვალა და თქვათ შიმერი ავიღოთ. უფრო ისეთი და ცოტა size დაუწევ. Okay, და ახლა ოსცილატორების გახსნით, თქვათ B ოსცილატორი გავხსნათ levels მომ. Yeah boy. ანცე, თქვათ, ხაი ნახოთ. აუ ძალიან კაი არის. მომწონს ეს მოძრაობა. და ახლა რაც შეგვიძლია კიდე გავაკეთოთ არის რომ pitch-ი, ანუ pitch-ი ეს რაც გვესმის ახლა pitch-ი რო ნახსნო. ანუ ის ხო, და ახლა რაც შეგვიძლია კიდე ცოტა pitch-ს ვეთამაშოთ. აი ახლა pitch-ის ის გავხსენი და ეცა ხო, ეს რაღაცა და ის მიცა კლიკი მიცა და კაი არის. იყოს ესე. ხო, ოკეი. ეხლა რაღაც საინტერესო ის გამოვიდა პირველი საუნდი რა, პროსტა ის არის რომ ძალიან ბევრი დაბალი სიხშირე აქვს და მე შეგვიშლის ეს ხელს. როცა უკვე baseline-ს დაწერას დავიწყებთ, ამიტომ EQ-ს ავიღებ და აი ძალიან ბანალურად პროსტა დაბლებს ჩამოვაჭრე. ხო, მოდი აი რას ვაჭრით მოусმინოთ. აი ეს სიხშირეები არ მჭირდება ამის რომ ეს საერთოდ პირიქით ამის მაღლები მინდა რა. ახლა ჩავთო გამორთო და ეს არის თელი დაბლები არ მჭირდება, ну ამის რომ ეს. ხო, ეს ესე. მოდი წინ შევხედოთ აქ რა არის ამ საუნდში კიდე, არ მახსოვს. ну კომპრესორი არის, LFO3 არის, სამიც არის LFO არის. ну filter delay არის და filter delay-ის იმში მაგ. კაი, დავადოთ filter delay ჩვენც. ანუ რაც იყო რომ filter delay არის გამოყენებული მანდ, ხო? მოდი filter delay მოვიტანოთ ჩვენც. სათხარ. მაგერა. და reverb-ამდე დავდოთ ეს და ეს filter delay მარცხნენა და მარჯვენა იმაში შეგიძლია სხვადასხვანაირი delay გააკეთოს სხვადასხვა სიხშირულ სპექტრზე. ხო და რამე კითხვა თუ გიჩნდება შეიძლება ძალიან რთულ რაღაცას ხსნი, არ ვიცი. დამიწერე კომენტარში რაც გაგიხარდება, რაღაც თემა თუ არის ცალკე რაც გაინტერესებს, ეგ დამიწერე და ყველაფერი გავიაროთ. მოდი ახლა delay-ის იმას მოусმინოთ რა. ხო, აი ცოტა მეტი ის მოძრაობა მოგვცა და კაი არის. გადასარევი არის, მომწონს ეს საუნდი ძალიან და ნუ მოდი კომპრესორიც დავდოთ ბარემ delay-ის მერე, კი არა delay-იმდე. პირობითად იყოს ეგეთი რა. ეხლა გავყვეთ მეორე საუნდი. ეს პირველი საუნდი ეგეთი გამოვიდა, რაც არ არის ცუდი. მეორე არის baseline-ი. ნახე მეორე როგორი არის. Okay. აქ ვიყენებთ ანალოგი არის, ეგეთი სინთი არის, ისევე ბუტონში ჩაშენებული, რომელიც ესე by default ჟღერს ესე. ეგეც საყვარელი არის. ხო და აქ რასაც გამოვიყენებთ, არის ისევ Mox Pro Live-ის device-ი, Sting 2, ესე ქვია, ესეც უფასო არის. იქ Snake-ი არის, მაგრამ Sting-ი გამოვიყენოთ ჯობია baseline-ების დასაგენერირებლად. Sting-ი არის ასევე sequencer-ი, რომელიც random-ად აი ესე უბრალოდ ამაზე დაჭერით გიგენერირებს ახალ sequence-ებს. აი აქ შეგიძლიათ დაინახო რა sequence-ებს გიგენერირებს. და ძალიან საინტერესო ეს არის sequencer-ი. ხო, ოღონდ ეს step-ი არ მინდა 16, 8 step-ი გვექნება, ანუ შევამოკლოთ ისა კვადრატი. და მოდი მოусმინოთ რა საკეთებს ეს უკვე რა გამოვიდა. ვაი. ბოდიში. ოკეი. ამდენი ის არ გვინდა ჩვენ. ცოტა შარ არის ცუდიცე.
გამოცხო ცოტა აუ მაჟორი არა ღმერთ მინორი Oh, by the way, არა მეცუდი. დემეწამე ცოტა. აუ ეს ძალიან უძონს. კაი არის ეს. ხო, ეგეთი მოძრავი ბეისლაინი რო არის მომწონს. აბა ეს წავწერე. ხო, ოკეი. ნუ რა დიდ საინტერესო არ არის, მაგრამ ხო, რა შეგვიძლია? კა, მოდი კიდე ერთხელ დავგენერებ სხვა. აბა ამას ერთად. ხო, არა, ეს. ოკეი. ეხლა ამას დავადოთ autofiltri. That's არის ასევე Ableton-ში ჩაშენებული autofiltri. ჩაშენებული ეფექტი არის, რომელიც გვაძლევს საშუალებას სიხშირეებზე ვიმუშაოთ, ანუ რაღაც გამოძერწოთ საუნდი უკეთესად, როგორც ჩვენ გვინდა. და მოდი ახლა ისევ იგივე რაღაცას ხელით გავაკეთებ რაღაც მოძრაობას, მოვძებნი რა მოძრაობა მომწონს ამ autofiltris ამ საუნდზე და მე მოვისმინოთ, მე სადაც გავიმეორეთ იგივე ეფექტით, აი. აი თქვათ ეს მოძრაობა ხომ მომწონს მაგალითად. აღარ შეუძლი იმას რა ქვია. აი ამას გადავყვან MS2-ზე, რაც არის აი ამ რეზონანსის ალგორითმს ცვლის და დაახლოებით Korg MS20-ნაირი ფილტრი გაგვიხდება. Yeah boy. და ესე ფილტრი ვატაროთ აქეთ-იქეთ. ეხა ეგ როგორ უნდა ვატაროთ რა? ეგ ხელით რო არ აკეთო და გიჟი ხარ ხელით აკეთო. მოგვის არსებობს L4. რომელიც არის მოდულაციის წყარო და იდეაში იშიფრება როგორც low frequency oscillator. ანუ რა არის ხა ეს ნახე რაღაც კონკრეტული მოძრაობის სქმნის მოძრაობა არის, რომელიც შეიძლება პარამეტრზე მიებო და ეგ პარამეტრი ამოძრაოს ამ ლოგიკით. ეხლა ნახე როგორ ადის და ჩადის ხო სხვა waveform-ები არის თქვა შეგვიძლია random გააკეთო, random-ად ივლის აქეთ-იქეთ. მაგრამ იყოს sign ჩვენ მოგწონს უფრო ნელა გავაკეთოთ მოდი და ტემპში იყოს და mapping-ს უკეთებთ ისევ, ანუ mapping-ს ვაკეთებთ აი ამ frequencies, აი რო ვატარებდი ამას, ნახე frequencies, filter frequency იცვლება რა, ანუ ამაზე მივაყავთ ახლა. და თომს დააჭერ, დაინახა უკვე მოძრაობას. ხა ნახე დიაპაზონი ძალიან დიდი არის, ძალიან დაბლა ჩადის და ამოდის. ეგ არ გვინდა, ამიტომ დიაპაზონი გავუკეთოთ. Fuck. Okay, გავაგრძელოთ. ხო, აი ეგეთი მოძრაობა მივიღეთ ამ ჩვენი იმის რა. ხო და კიდე მე დო MP, რომელიც არის აი ძალიან მაგარი ეფექტი და არავინ არ აფასებს რა. არც მე ვაფასებდი. ხო და მოდი აქ დავდოთ ბოლოში MP და heavy-ს ავიღებ. Yeah boy. აუ რა კაი არის. ეს ბევრი არის საუნდი. ხო და კომპრესორი გვინდა ჩვენ. მოდი აბა ჯამში მოვისმინოთ. Nice. იყოს ესე, ოკეი. და მოდი ხა კიკი გავაკეთოთ. კიკს გავაკეთებ, ესე იგი, ასევე Max for Live-ის კიკით. ესეთი DS kick, რომელიც არის მოდული. და რატო ეს კიკი? იმიტომ რომ მაშინ შეიძლება პრინციპში სემპლი აიღო გამზადებული, ან რა ვიცი, drum rack-დან ნებისმიერი კიკი აიღო, პრობლემა არ არის საერთოდ. შინაარსი არ იცვლება. მე იმიტომ ვიყენებ, რომ მომწონს პარამეტრების ცვლილება რომ შემიძლია. და ჩავწეროთ 4 on the floor. ერთი კიკი, ორი კიკი, სამი კიკი, ოთხი კიკი. დავაი. და მონდება ეგრევე მოვისმენთ რომ გამოვიდა.
ისინი ხმამაღალი არის აშკარად. ხა, ოკეი. იყოს ესე უკრას ამან და მოდი ახლა გავაკეთოთ უცებ ამისთვის რაც პატარა ჩეინი. ნუ მოდი ეგრევე ის დავაკეთეთ რა ქვია კომპრესორი. იმიტომ რომ გვიყვარს კომპრესორი თავი მოვაჭრათ ცოტა. ესე და filter delete გვინდა ამაზე რატო ახლა მიხვდები left right გავუთიშებ და ანუ ეს სიხშირეებს ჩამოუწევ რომ მარტო დაბალს იმაში ემუშაოს და ამ სამიანს ავიღებ. მე ალბათ სხვა დროს თუ დაგაინტერესებს ვკითხე აი ეს თქვა რატო სამი ან როგორ მუშაობს ეს delay მაგაზეც აგიხსნა. Nice. Grumble გავუკეთეთ ცოტა. Beautiful boy, beautiful. ამარ ცოტა მეტი მაღალი მინდა რა ამის. აი ეგრე, yeah boy, nice. კარგი მშვენიერი და ეხლა გავაკეთოთ რაღაც ცოტა პერკუსიული რაღაც. ამისთვის გამოვიყენებ მე ერთ-ერთ პლაგინს, რომელიც ძალიან მიყვარს. თან გავამარიაშებ. მაგრამ შენ შეგიძლია ნებისმიერი საუნდი აიღო, რაც პერკუსიაზე გეგულება, შეიკერი, პროსტა რაღაც პერკუსიული საუნდები შეგიძლია შენ ჩაწერო. არ მინდა მომაწერინებ. ხო, ნებისმიერ საუნდს შეგიძლია აიღო. რაც გაგესწორდება. ახლა ჩვენ შეიკერი ავიღოთ, მაგალითად ესა, ეს მოსმენთ აბა. Yeah, nice, კაი არის. და ეხლა რას გავაკეთებთ რა? ნაცვლად იმის რომ ხელით რაღაცები ჩაუწერო და სიგიჟე ვაკეთო, რაც ასევე შეიძლება. დავაგენერირებინებ Ableton-ს რაღაც ბგერებს, ნოტებს უბრალოდ. ანუ ეს არის generator-ი, ანუ ესე ბჭყალებს ჩავსვათ, ჩაშინებული AI არის Ableton-ში, რომელიც შეგვიძლია გამოიყენო და ეგეთი ტიპი არის, რომ გიგენერირებს რაღაც ლოგიკით, რა ლოგიკითაც ეტყვი, ხა ამაზე არ ულაპარაკებ, მაგრამ თუ გექნება სული და მიწერე კომენტარში და გასწავლი, გადავიღებ ამაზეც ვიდეოს და აგენერირებს, პროსტა დავაგენერირებინოთ რაღაცა. ხო, ესეთი იყოს და მოდი მოვუსმინოთ აბა. და ხა როგორც ხვდები ვეძებს სადამდეც არ მომეწონება. ხო, ეს კაია. და მოდი ერთ წელს ჩავუმატე თქვა კიდე. აი ეგ. ხო, შენერიერი. ეხლა ამასაც ეგრევე პატარა რევერბი დავაგდოთ ზედ. და ცოტა drive-ს დავუწიოთ, bass-ს დავუწიოთ, EQ-ს დავაგდოთ. იმიტომ რომ ამის დაბლები არ აქვს და არ ჭირდება. ხო, დიდად საინტერესო არ არის. რა შეგვიძლია? აბა მოდი ეს გავუკეთოთ phaser flanger დავადოთ. Yeah. ხო, ან არის სუდი ხა. ხო, ესეთი სტრანი მოძრაობა კი მისცა, მაგრამ ხო, ესე ჯობია თქვათ რა. просто პერკუსიული იყოს და ეხლა რაც გავაკეთებ იქნება რომ ნახე ეს ნოტების იმაში არის velocity-ს ფანჯარა და არის შენს რო აწერი ანუ რამდენი იყოს შანსი რომ ეს აღებული ნოტი გაჟღერდეს ყველა ნოტს მოვნიშნა და შანსს ჩამოუწევ ყველა ნოტს 80% ანუ ეხლა შანსი რომ ყველა ნოტი გაჟღერდეს ეს ნოტი იქნება 80% ანუ უფრო დინამიური უფრო რენდომული გრუვი გამოვა ხან გაჟღერდება ხან არ გაჟღერდება და კონტექსტში მოვისმინოთ აი ცოტა შეგვიძლია ისე იდეაში ცოტა მაღლები მივცეთ.
იყოს ესე, ოკეი. კიდე რა ხდება აქ, აბა ერთი წუთი ვნახოთ. კი არ მახსოვს. ეს კიკი გავაკეთეთ, ეს გავაკეთეთ, ეს საუნდიც გავაკეთეთ. ხო, აქ ნუ ეგეთი მსგავსი არის რა. რაიდი აქ ლუპი მაქვს აღებული და რავი რაიდის გაკეთებას. ხო, კაი რაიდი არის. და კიდე რა არის? ჰაი-ჰეტი გავაკეთეთ, ბაზარი არა. და ეს ეჯი ხო? ეს არის ბერინგერის ეჯი არის. ეს გაჩვენა ფაგორი. ხო, ეს საუნდი არის აი ამით გაკეთებული. ბერინგერის ეჯი არის ძალიან მაგარი სინთია თავის ფასისთვის. ხო, მაგას ახლა ვერ ავატყოთ, მაგრამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის რომ ჰაი-ჰეტი გავუკეთოთ. ჰაი-ჰეტისთვის ასევე გამოვიყენებ ამ ჰაი-ჰეტს, იმიტომ რომ მოდული რო არის, შეგვიძლია ცვალო პარამეტრები, რაც მეც სიცოცხლეს მისცემს და ეხლა ნახე რას ვიზამ რა. ესე იგი просто დემს ვიზამ, ჩავწერ მე-16 დებს. ეს გიჟივით. და ეხლა ხო გავუშვებ ამას და ნუ იქნება საშინელი რობოტული საუნდი, ხო? ხო, ხოყურე პირველი ეგრევე randomize დავაჭერ. ოკეი, კაი, იმის randomize გააკეთეს chances. აი ხა velocity-s randomize გავაკეთოთ და decay ჩავხსნათ. Yeah boy. თქვა ეს მოძრაობა მომწონს რა. ხანახან რო იხსნება. ამასაც იგივენად L-4 გავაკეთებ. და აქაც იგივე პრინციპი არის, ოღონდ ნაცვლად sine wave-ისა გამოვიყენებ randoms რა. და პროსად nail randoms გავაკეთებ, რომ nail აქნას და დავმეფავ decay-ზე. და ამ decay-ს გავაკეთებ ესნა იმას თავის დიაპაზონს, რომ ახლა უსმენთ აბა. ხა ძალიან ჩაკეტილია. აი მომენტებში იხსნება, ხედავ? ხო, აი ხა ეს მომწონს, რა თქვა 30-დან 60%-მდე იხსნება. ანუ ეს ამ decay-ის მუშაობის დიაპაზონი არის 30-დან 60%-მდე, ანუ ესე იulis random-ად და ხო, რაღაცა ეგეთი გამოვიდა რა. ხო, უკვე ჩემი CPU გიждდება მე მგონი და მეტი რაღაც დამატების პონტი არ არის. ხო და აქამდე თუ მოაღწიე და ამდენი რაღაცა მოისმინე და არ გამოვრთე, გამოიწერე თან ჩემი არხი. კომენტარი დამიწერე, რაც გაგიხარდება ყველაფერს, წავიკითხავ, მაინტერესებს, რამე გამაკრიტიკე თუ აზრი გაქვს, რა ვიცი, რაც კიდე დამიწერე, კითხვა გექნება დაწერე. გამოიწერე და ლაიქე, გაუზიარე მეგობრებს. ძალიან დამეხმარება თუ მოგწონს ეს კონტენტი, რასაც ვაკეთებ. ხო და მადლობა თუ ბოლომდე მოხვედი, უყურე, უსმინე, რაღაცა თუ ისწავლე, ძალიან მიხარია და შემიძლია ცოტა გაგიზიარო. კიდევ გთხოვ, კიდევ ერთხელ რომ გამოიწერო ჩემი არხი, დამიწერო კომენტარი, რაც გინდა, რაღაც კითხვა გკითხე, გამაკრიტიკო, გინდა გამაკრიტიკე, რაც გაგიხარდება, დაწერე, დამალაიქე. ჩემ მუსიკას შეგიძლია მოისმინო, აღწერაში დავტოვებ Spotify-ს, links და მადლობა კიდევ ერთხელ. შეხვედრამდე. YouTube-ისთვის ვიღებ ვიდეოს და მირეკავ გიჟო. ჩემს YouTube-ზე მოხვდები. ნახე რა ამაზე რაღაც გავაკეთეთ, მომას გაფიცე. ყვარლობა არის, ეს რა არის ბიჭო? ეს არის, короче, სოფელი ჩვენთვის მუსიკოსებისთვის. და ეხლა უკვე აქ რომ დავაჭერ, короче, სიგიჟეა. ამდრებს მიდიხარ და აქ ნახულობ ვინ არის, რომელი მუსიკოსია შიგნით რა. ვაიმე, ძალიან საყვარლობა არის ბიჭო. ანუ აქ წერევ აქ Spotify-ის ლინკები, YouTube-ის რამდენი უდევს აქ და მე დაჟე ოთახსაც გავაკეთებ, რომ enter rooms რო დავაჭერ აქ room-ში შეხვიდე ამასთან და ფოთესლობა. ძალიან მაგარი არის ლუკა, ძალიან გავგიჟდი მართლა. საოცრება არის.
ეს უნდა ეხა გავაგრძელო, კაროჩე. აი, დაგირეკავ რა, რომ მორჩება მის ჩაწერას დაგირეკავ მე. დავაი. დავაი.